აი გავედი რიგის ბოლოში. ეხლა აქ ნიშნულის თვალს უბრალოდ შეგვიძლია დავაკავშიროთ, თუმცა თვლების რაოდენობა, ხო, უნდა განსაზღვროთ ისე, რომ აქ ზედმეტი თვლები არ დაგიჯდეთ შემდეგ. ანუ ეხლა ნიშნულს მე მოხსნი, ფაქტიურად მოხსნი ჯობია და აი ამ ნიშნულის თვალს ეხლა ნახეთ როგორ დავაკავშიროთ. აქ მოვჭრით ძაბს, უკვე ვამთავრებთ ჩვენ ამ დეტალის ქსოვას. აი ესე ამოიტანეთ ძაფის ბოლო და აი ამ თქვენ ნიშნულის თვალთან აი ესე შეუმჩნევლად რომ დავამთავროთ. ეს გახსოვთ ხო ესეთი დამთავრება ვერჯერ გამიკეთებია და აი ესე ეს რა თქმა უნდა კვანძი სასურველია კიდევ და ჩავმალოთ ქვემოთ, ჩავიტანოთ ქვედა რიგებში. კარგით. ამას მე გავაკეთებ კვანძს. ეს უკვე ახლა მზად გვაქვს ეს დეტალი. ასეთივე გვჭირდება ზუსტად ასეთი დეტალი მეორე. აქ თუ გინდათ მაინც ნიშნული გააკეთეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ხა როცა მივახსოვთ უკვე გვერდითა დეტალს, ხო? გრძელი დეტალი გვექნება. ის კარგად მიახსოვს. ახლა აქედან გადავთვლი, ნახეთ, ეს ჩანს, რომ აი თვალი ნამათის გარეშე. აი აქედან იწყება შემაერთებელი თვლები. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18 და აი 21-ში, 21 არის ჩვენი ესეთი კუთხის თვალი, ესე ვთქვათ. კარგით. აი ესე გვაქვს ახლა ჩვენ ეს ნაკსოვი, ასეთივე მოვხსოვთ მეორე. აი ჩვენი ორი ერთნაირი დეტალი მზად გვაქვს, ესა იქნება წინა და უკანა მხარის, ხო? ეხლა ჩვენ გვინდა გვერდითი ნაწილი უნდა მოვხსოვოთ. აქაც გვექნება ესეთი პოპკორნები და ქსოვას დავიწყებთ ჯაჯვით. ესე იგი, ჯაჯვის სიგრძე, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია რა სიგრძის გადასაკიდებელი გინდათ რომ გამოგივიდეთ. ეხლა აი ესე თუ შეხედავთ თქვენ ჩანთას, ეს მე მოვხსოვ კონტურს, რომელიც აი ესე შემოუვლის აი ამ ნაწილს ჩანთისას და ასევე სახელური. აი ეს იქნება ესეთი თქოს ციკლური უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ რახან ესეთი გარკვეული ზორი გვაქვს, ხო? ციკლურს არ მოვხსოვ, წფივ იქნება, უბრალოდ რო იცოდეთ, რომ აი ეს კონტური და პლუს გადასაკიდებელი, აი იმის მიხედვით გადასაკიდებელი, როგორი სიგრძის გირჩევნიათ რომ იყოს. ეხლა თვლების რაოდენობით ნახეთ, აქ გახსოვთ 20 თვალი ქონდა გვერდით, აქაც 20 თვალი, აქ 36 იყო. ანუ ეს 40 ჯამში, აქ მე მგონი 21 იყო, 41 ჯამში ესე იგი, ხო? აქეთ 20, აქეთ 21. 41 და პლუს კიდევ 36, სადაც ეს 77 თვალი გაქვთ მხოლოდ აი ამ კონტურზე. და ეხლა სახელურისთვის რა თქმა უნდა კიდე გჭირდებათ ხო თვლები. ეხლა მე ვფიქრობ რომ სახელურისთვისაც ასევე ამ 77-ს კიდევ დავამატებ და ძალიან სიზუსტე არ არის საჭირო, მაგრამ მიახლოებით ესე ორჯერ კიდევ გავაორკეცებ ამ რაოდენობას თვლებისას. ანუ თუ აქ მქონდა მე 77, ну, გავაკეთოთ 154, ხო? ესე გამოდის 77, 77. პირველი თვალი იქნება ესეთი კვანძი ჯერ და დავიწყებთ ჯაჯვისებური თვლების აკრეფოს და მოვხსოვოთ ესე იგი 154 თვალი პლუს 1 იქნება ბიჯის. ანუ 155 ჯამში. ეს 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. ესე იგი, აქ მე მაქვს უკვე 155 თვალი და ეს ბოლო თვალი, როგორც გითხარით, არის ბიჯის და გირჩევთ, რომ ლუწი რაოდენობა თვლების აიღოთ. აი, როგორც მე 154 მაქვს, 154 მაქვს, ხო? ეს მობრუნების თვალი პლუს 1, ხო? აი ესე თქვენც ესეთი რაოდენობა თვლების გააკეთეთ, რომ იყოს ლუწი რაოდენობა თვლების პლუს 1 მოტრიალების. კარგით, ეხლა სად შევდივართ? ეხლა ესე ამოვატრიალებ, ნახეთ. როგორც წესი, ესე შევდივართ ხოლმე, ხო?
ყაისნაღიდან პირველ თვალს ტოვებთ ბიჯის თვალს და შემდეგში. ეხლა ამ შემთხვევაში ესე ცოტა ამოატრიალეთ და უკანა აქვს ესეთი ძაფი და აი აქ შედით და ამოვიყვანოთ თვალი ნამატის გარეშე. ეს პირველი თვალი. აქ მოდით ნიშნულს გავაკეთებ პირველ თვალზე და ბოლო თვალზეც გირჩევთ გააკეთეთ. და ესე გავყვეთ ეს რიგი, ნახეთ, აი სად შედიხართ. ესეთ უკანა მხარეზე თავისუფალი თვალის უკანა მხარეზე ასე გსოვთ თვლებს ნამატის გარეშე. აი ესეთი რიგი გვექნება ეს რიგი. აი ესე ხლა მოვატრიალებ, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. აი ეს ნახეთ, ზემოდან თითქოს ნაწნავისებური უზორი უზის. აი ესე. მე როცა დავაკავშირებთ ერთმანეთთან, ეს გამოგვადგება ესეთი უზორი. კარგით, აი ეს გაყევით. ეს ერთი რიგი ესეთი მოგსოვეთ თვლებით ნამატის გარეშე, სულ გექნებათ 154, ხო? 154 თვალი. აი ეს რიგი მოგსოვე უკვე. აი ესეთი ზონარივით ესეთი ნაკსოვი გვაქვს. ეხლა მე მოდით ზომას გეტყვით ამისას, სიგრძეს და მიახლობით გეცოდინებათ, რომ თქვენს მიახლობით რომ ესეთი სავარაუდოდ ხო ეს საორიენტაციოდ ესეთი სიგრძე დაგჭირდებათ. გავხვეთ. აი ესე. საკმაოდ ისეთია წელვადია, ჯობია გაწელოთ და ისე აი 90 სანტიმეტრია. კარგი, ეხლა შემდეგი რიგი უნდა მოვგსოვოთ. შემდეგი რიგი ასევე იქნება აი ესეთივე თვლები, ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად, ხო, მოტრიალების. და აქვე ესე გვექნება თვლები ნამატის გარეშე ისევ ეს მეორე რიგიც, აი ესეთი ადვილი რიგია. ესე იგი, მეორე ორი რიგი გვაქვს თვლები ნამატით გარეშე. ესეც გაყევით, აქაც გექნებათ 154 ხო, თვალი ესეთი რაოდენობა გვაქვს თვლების. ესე გაყევით ბოლომდე. აი ეს მეორე რიგიც ბოლომდე მოვგსოვე. ეს ნიშნული მოხსნათ, ეხლა ძალიან ეს დაგვეხმარა, იმიტომ რომ აქ მოტრიალება არ ჩანდა კარგად, სად იყო ბოლო თვალი, ამიტომ ნიშნული სასურველი. აქეთაც თუ გინდათ, მეგონი უფრო ჩანს აი ეს ბოლო თვალი, ხო? ეხლა ამის შემდეგ აქაც კარგად გამოჩნდება პრინციპში. ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვთ და შემოტრიალდეთ. აღარ გამოვიყენებ უკვე ნიშნულს, მე ესე ვფიქრობ. აი ესეთი ესე ფართოვდება, ეს გაფართოვდება კიდევ. ეხლა ჩვენ გვინდა მოგსოვთ უკვე პოპკორნების რიგი. ეხლა ხვდებით, როცა აი ამ რიგში ვგსოვ პოპკორნს, ეს ჩაიღუნება პოპკორნი და აქეთ რიგი იქნება სინამდვილეში წაღმარიგი. აი ეს. ესე იგი, ეხლა მოდით, ეს ბიჯისთვის ერთი თავისუფალი თვალი გვაქვს, ხო? პირველი თვალი იქნება აი აქ, ხო? აი ესა. ეს არის თვალი ნამატის გარეშე. აქ შეგიძლიათ თვალი ნახევრად ნამატითაც გააკეთოთ, მოდით ესე ჯობია, იმიტომ რომ ცოტა მაღალი იყოს. იმიტომ რომ აქ შემდეგ უკვე თვლებს ნახევრად ნამატით ვაპირებ და ვფიქრობ, რომ მოდით პირველი თვალიც იყოს თვალი ნახევრად ნამატით, ცოტა მაღალი თვალია. აი ეს ნახზე ძაფი გვაქვს გადადებული და აი ერთად გამოგყავთ. ეხლა უკვე პოპკორნი პირდაპირ ერთი თვალის შემდეგ უკვე პოპკორნს გსოვთ 5 ასეთი სვეტისგან. 1 როგორც ჩანთის წინა და უკანა მხარეებზე ქონდა. აი ესე, ეს მესამეა უკვე, ნახეთ, ეს 3 სვეტი, ბოლომდე არ გსოვთ, ხო? მე-4 სვეტი და მე-5. აი ესე. ეხლა ეს 5 სვეტი ერთად უნდა გამოიტანოთ და გამოიტანოთ. აი ეს უნდა ჩაიღუნოს შიგნით, ხო? ეხლა ამის შემდეგ ჩვენ მოგსოვთ 2 თვალს ნახევრად ნამატით, ანუ შემდეგ თვლებში, შემდეგ 2 თვალში. ერთი თვალი ნახევრად ნამატით და მეორე თვალი ნახევრად ნამატით. აი ეს. ესე იგი, ეს ჩვენი პირველი პოპკორნი ესე გამოიყურება. ესე იგი, 2 თვალი მოგსოვეთ ნახევრად ნამატებით. ისევ პოპკორნის დროა.
ესე აქ ცოტა მჭიდროდ გვაქვს, ვიდრე იყო ჩანთის წინა და უკანა მხარეებზე, ხო? ესე იქ 3-3 თვალი ქონდა მათ შორის, პოპკორნებს შორის. აი ესე 5 სვეტი გინდათ, ახლა 4 მაგჯერ და აი მე-5 და გსოთ ამათ ერთად. აი ისე ჩაღუნეთ. შემდეგი არის უკვე თვალი ნახევრად ნამატით, 1 თვალი ნახევრად ნამატით, მეორე. აი ეს. რაღაც ფოკუსი იკარგება და აი ეს. აი ესეთი პოპკორნები გაქვთ. ეს უნდა გაყვეთ ახლა ეს რიგი. ესე იგი პოპკორნი 2 თვალი ნახევრად ნამატით, პოპკორნი 2 თვალი ნახევრად ნამატით. სულ ესე იქსოვება ეს რიგი. აი ბოლო პოპკორნი უკვე მოგსოვე და შემდეგ კიდევ 1 თვალი ნახევრად ნამატით და მეორე თვალი ნახევრად ნამატით. აი ბოლოში 2 თვალი გვექნება ნახევრად ნამატით. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით. ეხლა შემდეგი რიგი. აქ გვექნება სულ თვლები ნამატის გარეშე, ესე დაბალი თვლები. აი ესეთი თვლები ბიჯისთვის ხომ მოგსოვეთ აუცილებლად ერთი თავისუფალი თვალი და თვლები ნამატის გარეშე. აი ესე დაბალი თვლები გაქვთ შედარებით. აი ესე გაყევით სულ ეს რიგი. ფაქტიურად გვექნება ესეთი მონაცვლეობა საბოლოოდ პოპკორნების, შემდეგ იქნება ესეთი თვლები ნამატის გარეშე. ეს ორ კედელში შევდივარ, ხო? მგონი ჩანს კარგად. აი ეს, ნახეთ. აი ეს. აი ესე გაყევით სულ და ეს რიგიც მოგსოვეთ ესე. აი ბოლოს აქ ცოტა ისე ცუდად ჩანს, მაგრამ მე მგონი გამოარჩევთ აი ბოლო თვალს, სადაც უნდა ამოიყვანოთ თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი და შემდეგი რიგი ისევ იქნება როგორც ხვდებით პოპკორნების რიგი. ეხლა როგორც გახსოვთ, აქ ჩვენ გვსოვდით სუთლებს ნახევრად ნამატებით, ხო? აი ეს სადაც პოპკორნების რიგია მხოლოდ იმ რიგში. და პირველი თვალი ეს იქნება აი ესეთი ერთი თვალი ნახევრად ნამატით, შემდეგ პოპკორნის დროა. 1 ისევ იგივე წესით 2 5 ხო? 5 სვეტი გჭირდებათ. როგორც ესე იგი წინა ერთი რიგის გამოტოვებით როგორც ქონდა, ხო, პოპკორნების რიგში, აი იგივე თანმიმდევრობით თვლები უნდა გსოვოთ. 4 გვაქვს და კიდევ 1. აი ეს 5 და ერთად. ეს უნდა ჩაიკეცოს შიგნით. აი ეს. შემდეგ როგორც გახსოვთ, იყო 2 თვალი ნახევრად ნამატით. 1 და მეორე. და შემდეგ იყო ისევ პოპკორნი. 1 2 3 4 5 ნახევრად მოგსოვილი 5 სვეტი და ბოლოს ერთად. ისევ ჩაიგეცოს ესე ქვემოთ. და ესე შემდეგ ამ რიგსაც ესე მოგსოვთ და ფაქტიურად იქნება სულ ესე მონაცვლეობა ამ რიგების. ესე იგი 2 თვალი ნახევრად ნამატით მოგსოვე. ესე იგი გექნებათ მონაცვლეობა რიგების თვლები ნამატის გარეშე, აი წინა რიგი რაც იყო, შემდეგ პოპკორნების რიგი. ესე იგი როგორც ხვდებით, აქ რაც მოგსოვე, ხო? თვალი ნახევრად ნამატით პოპკორნი, 2 თვალი ნახევრად ნამატით პოპკორნი და ასე შემდეგ ვამთავრებთ ხოლმე რიგს პოპკორნი, აი ეს პოპკორნი და 2 თვალი არის ხოლმე ნახევრად ნამატით, აი ეს. იწყება 1 თვალი ნახევრად ნამატით, თავდება 2 თვალი ნახევრად ნამატით. აი ესეთნაირად უნდა მოგსოვოთ. ეხლა ჩვენ თუ შეხედავთ, აი ფაქტობრივად ეს გამეორდება, ამ რიგის შემდეგ იქნება, აი ესე იგი რო გავხვალთ ბოლოში, უკვე შემდეგი რიგი იქნება ისევ თვლები ნამატის გარეშე, როგორც ამის წინა რიგი იყო, ხო? აი ესე უნდა მოგსოვოთ. ეხლა იმის მიხედვით თქვენ რა სისქის, ხო? აი ჩანთა გინდათ რომ გააკეთოთ, იმის მიხედვით თქვათ, თუ თქვენ მოგსოვთ 2 რიგს მხოლოდ, თუ თქვათ გინდათ ზუსტად ისეთი ჩანთა, როგორც მე ვაპირებ, თქვენ დაგჭირდებათ ესეთი
და თუ თქვენ თქვათ ცოტა თხელ-სახელურს გააკეთებთ, აბა წარმოიდგინეთ აი ესე რომ იყოს, ხო? ანუ შიგაის აღარ ექნება აი შიგა ნაწილი. მაშინ ორი რიგიანიც გამოგადგებათ, მაგრამ საკმაოდ ისე თხელი ჩანთა იქნება. აი წარმოიდგინეთ ეს ისქე ესეთი იქნება, აი აქ მეორე რიგი დავიწყეთ. თუმცა აქ მაინც თქვენ ყველა შემთხვევაში რა რაოდენობის რიგებსაც არ მოგხსოვთ, ხო, თქვათ პოპკორნების რაც რაოდენობა გინდათ, მაინც ბოლოს უნდა დაასრულოთ, აი ესეთივე სიმეტრიული უნდა იყოს, ხო, თქვენ აქსოე. პოპკორნების რიგის შემდეგ უნდა მოგხსოვთ ერთი რიგი აი როგორც აქეთა გაქვთ. და მაშინ შეგეძლიათ პრინციპში ესეთიც ჩადგათ, მაგრამ სახელური იქნება ძალიან ისე თხელი. მოდით, აი ჯერ მოგხსოვ მე ამ რიგს და მე ხა წარმოვიდგენი ეს მხოლოდ ორი რიგი პოპკორნების როგორი იქნება, მაგრამ მე კიდევ უნდა აი ესეთი რაღაც მიაქცოთ, ორი რიგი კიდევ კარგით. მე გავაგრძელებ ახლა ქსოვას და თქვენც მოგხსოვეთ ეს რიგი. მგონი შემდეგ რიგსაც თქვენ თვითონ მიხვდებით, ხო? ესე იგი შემდეგი რიგი იქნება თვლები ნამატის გარეშე. ეს პოპკორნების რიგი მოვრჩი. იყო ბოლო პოპკორნი და ორი თვალი ნახევრად ნამატით. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით. ეხლა მოგხსოვთ ისე როგორც ხვდებით თვლებს ნამატის გარეშე, ესეთი რიგი იქნება. და ესე გავყვეთ ამ რიგსაც, ხო? მონაცვლეობა პოპკორნების რიგი, შემდეგ თვლები ნამატის გარეშე. აი ესე. თითო თვალში თითო თვალი. ესე მოგხსოვეთ. აი ეს რიგიც მოგხსოვე. ნახეთ, ბოლო რიგი იყო თვლები ნამატების გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი და მომდევნო რიგი, როგორც ხვდებით, ისევ იქნება პოპკორნების რიგი. აქ როგორც გახსოვთ, ვიწყებდით თვალით ნახევრად ნამატით, აი ესე და შემდეგ პოპკორნი. 5 სვეტისგან შემდგარი. ხო, ისე შემდეგ იქნება ისე ორი თვალი ნახევრად ნამატით, ისე პოპკორნი. მოგეთ, აი ესეთი წესით მოიქცევა აი ეს ჩვენი გვერდითი ნაწილი. აი ეს პოპკორნი, ეხლა თვალი ნახევრად ნამატით, ხო? როგორც გახსოვთ, ესე აი ეს ნახზე უნდა გადადოთ საფი და აი ესე. ისე პოპკორნი. აი ესე გაყვებით სულ და გეტყვეთ ახლა ეს რიგი არის მესამე პოპკორნების მიხედვით. პოპკორნების მესამე რიგი არის. სულ ვაპირებ 4 რიგი მოვხსოვო პოპკორნების, ანუ კიდევ ერთი პოპკორნის რიგი დამჭირდება მე. ეხლა მე გეტყვით, მოდით ჯეჯებით გავაჩერებ ქსოვას. ეხლა თქვენ თუ აი ფიქრობთ, რომ ორი რიგი პოპკორნების თქვენთვის საკმარისია. აი ესე. თუ შეხედავთ, ნახეთ, მაშინ ეხლა ჩვენ ვართ აი აქ, ხო? აი ამ რიგზე ვართ. მაშინ თქვენ შეგეძოთ ეხლა ამ პოპკორნის რიგის ნაცვლად და აქ დაგეწყოთ კიდევ თვლები ნამატის გარეშე, იმიტომ რომ თავიდანაც გქონდა ორი რიგი თვლები ნამატის გარეშე. აქ ერთი რიგი გვაქვს, ხო? ნუ კიდევ ერთ რიგს მოგხსოვდით და ამით დაამთავრებით. თუ მხოლოდ ორი რიგი გინდათ რომ მოგხსოვთ პოპკორნების. ესე იგი აქ მოგხსოვდით ეხლა თვლებს ნამატის გარეშე და მორჩებოდით აი ამას. შემდეგ უკვე ერთნაირად როგორც მე გავაკეთებ, ესე მივაკერებდით ამ ბოლოებს, ხო? ესე. და ეხლა თუ გინდათ რომ ჩემსავეთ ფართო კონტენტ ცოტა ხო ჩანთა, ესეთი სქელი ჩანთა. აი ხა მე მესამე პოპკორნების რიგს ვხსოვ, შემდეგ იქნება ისევ თვლები ნამატის გარეშე, 3 რიგი პოპკორნების გვექნება. მეგონი მიხვდით, ხო, ვისაც გინდათ ცოტა ნაკლები პოპკორნების რიგი, მაშინ შეგეძლოთ ეხლა უკვე მოგეგსოვათ თვლები ნამატების გარეშე, აი ეს რიგი და დაგემთავრებინათ. თუ არა, ჩემსავით ესე გააგრძელეთ როგორც მე ვგსოვ და კიდევ იგი ნამატის გარეშე და კიდევ მეორე რიგი ნამატის გარეშე. აი ეს მესამე რიგი პოპკორნების მოვგსოვე, უღმა მხარეზე ვართ, ხო? აი პოპკორნის შემდეგ იყო 2 თვალი ნახევრად ნამატებით. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით. ეხლა მე უკვე ვამთავრებ ამ გვერდით ნაწილს და ეხლა გახსოვთ როგორც გითხარით, ამ პოპკორნის ბოლო მესამე პოპკორნების რიგის შემდეგ მოგხსოვ
ორ რიგს თვლებით ნამატის გარეშე. ესე იგი, ახლა მოგხსოვთ ერთ რიგს და კიდევ მეორე რიგი გვჭირდება. ესე იგი, თვლები ნამატის გარეშე. ეს უკვე ესეთი დამამთავრებელი რიგებია, ორი რიგი, ისევე როგორც აი დასაწყისი მქონდა ორი რიგი თვლებით ნამატების გარეშე. ესე გაყევით, სულ ესე მოგხსოვეთ, არც ერთი თვალი არ გამოდოთ. თითო თვალში თითო თვალს გხსოვთ. ეს ერთი რიგი თვლებით ნამატის გარეშე და კიდევ ერთი რიგი. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით და აი ბოლო რიგს მოგხსოვ ახლა თვლებით ნამატის გარეშე. აი ესე. და ეს იქნება სულ ეს დეტალი მოგხსოვილი გვექნება. ესე გაყევით აქაც. მეორე რიგი არის უკვე ესეთი თვლებით ნამატების გარეშე. აი მორჩით უკვე ბოლო. ესე იგი რიგიც მოგხსოვე. აი ეს არის სულ. ახლა ვფიქრობ რომ აქ მე არ მოვჭრი ძაბს. შეგვიძლია ეს ჩვენ დავაკავშიროთ უკვე ეს როცეთი ჩაკეტილი წრე გამოგვივიდეს. აი ესეთი ხო? აი ესეთი უკვე ჩანს როგორი იქნება ხო მიახლოებით. აქ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ესეთი ნაკერი. ამას მიქსოვით არ გავაკეთებ. უფრო აი ესე სპირალურად გავატარებ, ასე ჯობია ვფიქრობ. მაგრამ მოჭრა მოგვიწევს ძაფის. ამ შემთხვევაში. კარგით, მოვჭრათ ეს ძაფი, ოღონდ ისე მოჭერით, რომ ძალიან მოკლე არ იყოს. ანუ ისეთი სიგრძე, აი აქ უნდა ჩაკეროთ, ხო? დაახლოებით 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი სიგრძე, ვიდრე აი ეს გაქვთ, ხო? მიახლოებით ეს თვალით. და მე თავიდან მიკერებისას, მიქსოვისას უკვე ჩანთასთან თავიდან მას ვიზავთ ძაბს დავაკავშირებთ. ეხლა აქ მოდით აი ესე გირჩევთ რომ გააკეთოთ ამ თვალში, ბოლო თვალში გავატაროთ. ესე. ეხლა ეს ესე გააკეთეთ რომ ციკლურად ჩაიკეტოს, არ იყოს ხვია, ხო? მათ შორის ესე. და ეხლა მე ეს ნემსი არ მაქვს, ესე მსხვილთავიანი, იმიტომ აი სახს გამოვიყენებ. აი აქ ბოლო თვალი რომელიც გაქვთ, ოღონდ აქ სასურველია რომ ორ კედელში შევხვდეთ. და არა ერთში. ამიტომ ხა გვჭირდათ ამ აქვს თვლები და შეიძლება ცოტა გართულდეს ამიტომ. თეთრ კარგად. ესე. აი ასე შევალ, ნახეთ. და აქ გამოვატარებ ამ ძაბს. აი ეს. ეხლა აქეთ ამოვიტან. აქეთ ესე იგი აქ ჩაიტანთ ხოლმე. პროცედურად, ხო, აქ ამოიტანთ, აქეთ ჩაიტანთ, როგორც ახლა გავაკეთე, ხო? აი ახლა აქეთ. ნუ სასურველია რაც უფრო ჭიდროთ იქნება, მაგრამ ესე თითო რიგში თითოჯერ შედით ესე გირჩევთ. აი ეს ქვემო და ზემოთ. ესე ამომყავს. აი ესე, ახლა აქეთ ჩავიტანთ. აქ უკვე მეორე რიგში. აი ესე უნდა მივაკეროთ. ეს იქნება ძირის მხარეს უფრო ხო, როგორც შევთანხმდით, ძირის მხარეს მოვახვედრებთ. ესე ჯობია. ახლა აქეთ, ახლა ამოვიტან. ჩავიტან. კარგად მოგაჩეთ გზა და გზა რომ მე უფრო ადვილად გამოგივათ. აი ეს. კარგით ესე გაყევით ახლა და ბოლომდე მიაკერეთ. უფრო მიგერება ეს ვიდრე მიქსოვა. აი უკვე გავედი ბოლოში, ნახეთ, აი აქ მოვედი. ახლა ფაქტიურად აქ შეგვიძლია აი ამ
ძაფის ბოლო რო ქონდა ხო, თავიდან საიდანაც დავიწყეთ, იმასთან გავაკეთოთ კვანძი და ეს რა თქმა უნდა შიგა მხარეს მოვახვედროთ მე ეს კვანძი. თავისი ძაფის ბოლოებით აი ეს შიგა მხარე ჩანთის და აქ გავატაროთ, როგორც მოვახერხებთ. ორივე ძაფი უნდა ჩაიმალოს. ამას მე ბოლომდე ჩავმალავ. ეს მოჭრა ცოტა ძალიან გრძელი გამომივიდა, მაგრამ ჯობია გრძელი გამოგივიდეთ, ვიდრე მოკლე დაგაკლდეთ ხო ეს. კარგით, აი ესეთი გვაქვს. აი ესეთი. ეს თითქოს ეს არის ბორბალი, ესეთი. კარგით, ეხლა ამას ჯეჯობით გადავდებ და ეხლა ჩვენ სანამ მიკერებაზე მიქსოვაზე ხო ერთმანეთზე რომ მივაქსოვოთ დეტალები. ეხლა მე გაჩვენებთ, ნახეთ, ეხლა მე გირჩევთ რომ ელვა აი ამ ეტაპზე მივაკეროთ, სანამ ეს დეტალები ცალსაკე გაქვთ. ეს დეტალი და აი ეს მეორე დეტალი. ერთი დეტალი უკვე მივაკერე, ხედავთ ხო? ნახეთ. და იკერება, აი ძალიან მარტივად ესე, აი ესეთი. ხერხით ხო, ჩვეულებრივად ძაფიდან ემსით იგივე ფერის რომ იყოს, შეუმჩნევლად რომ იყოს და აი სადაც ნიშნულები მქონდა, ის თვალით მივაკერე. აი ნიშნულების თვალი მივაკერე. აქაც. ეს რო გაითვალისწინოთ. ეხლა ეს ერთი მხარე მივაკერე და მეორესაც ეხლა დავიწყებ და ესე რომ გაჩვენოთ მაინც. აი ესე ხო, გარეთ მხარე აუცილებლად აი ეს თქვენი ელვა, რომელიც ესე ხო, ზემოდან უნდა იდეს აი ეს ადგილი ხო, რაც გაიხსნება. ზემოდან ესეც გარეთ მხარე, აქეთაც გარეთ მხარე და ისე რომ ნიშნულები ზემოთ იყოს, ხო, ნიშნულები იყო აი ეს კუთხეები ზემოთ მხარის. აი ესე გავაკეთოთ ახლა ჩვენ. მოდით ახლა მე ცოტა მივახლოვებ და დავჭდები, ხო? აი ესეთ ჩვეულებრივ ნემსი და ძაფით ესეთი ფერი შეარჩიეთ, უბრალოდ რომ იყოს ახლობით როგორც ჩანთის ძაფი გაქვთ ისეთი ფერის. ელვა სასურველია დაკეტილი იყოს, უფრო მე მგონი მოხერხებულია და უფრო კარგად გააკეთებთ ორიენტირებას, რომ სწორად მიდიხართ ესე ერთმანეთზე. შეგიძლიათ აქ ქინძის თავები დაამაგროთ, თუ მაინდა-მაინც აი გეეჭვებათ, რომ სწორად მიდიხართ. ფიქრობ, რომ აი ესე ხო, აი ესე. აი ესე უნდა იყოს და აი რამდენიმე ადგილას გირჩევდით რომ ქინძის თავები დაამაგროთ. ახლა მე აქ არ მაქვს სამწუხაროდ ქინძის თავები ახლოს და ამიტომ ესე თვალით აი ესე დავამაგრებ ხო? თითო თვალში თითოჯერ შევდიოდი. ახლა როგორც გავაკეთე. მოდით გავხსნი ახლა მე. ესე იგი თავიდან ჯობია შეკრული იყოს, აბა რომ გავხსნი მე მგონი უფრო ადვილად დავიკავებ. ფიქრობ, უბრალოდ ესე უფრო ხედავ სად ვარ, აი ამას რო შეესაბამებოდეს ეს ადგილი. აი ესე. აი მეგონი კარგია. კარგით, ესე გავაკეთებ ახლა გახსნილზე. ხო? და ესე იგი, ახლა ეს კვანძი გააკეთეთ, ხო? ნემსის ესე იგი ძაფის ბოლოში და როგორც გითხარით, ნიშნულის თვალი მივაქსოვე. მე ქვემოდან ვიწყებ ხოლმე რომ ეს კვანძი არ იყოს ზემოდან ხო ამომჯდარი. აი ეს ზემოდან დახედეთ რომ ერთნაირად იყვნენ, აი ელვის აქეთ იქით ხო? და აი ესე. ეხლა მე აი ხედავთ ხო მე მგონი ჩანს. ნიშნულს ტოვებ მაინც, იმიტომ რომ მე როცა მივაქსოვთ ხო იმ შუა დეტალს, ესე გვერდით დეტალს იყოს უფრო ჯობია იყოს ეს ნიშნული და მე მოვხსნი. აი ესე, ოღონდ ეხლა აი ეს არის ნიშნულის თვალი, ნახეთ, აი ეს თვალი იყო. კარგით, ეხლა ეს ნიშნულს ცოტა გადავაროთ და ეხლა ვაგრძელებ და ნახეთ, აი მომდევნო თვალის ეს ცენტრში, აი პირდაპირ, აი ეს. ცენტრში. მომდევნო თვალის. ეხლა აქეთ ამხარესაც უყურეთ, რომ თუ გინდათ რომ ლამაზად იყოს უკანა მხარეც, ხო, რომ ერთ ხაზზე გქონდეთ. აი ეს. მოდით დავჭდები მაინც თორე ესე მოხერხებელია. აი ესე გაქვთ. ეხლა აქ რომ გითხათ, აი რახან აქ იყო თქვენი კვანძი, ეს რაღაც აი აქ, ხო? დიდი ისენი ბიჯები არ იყოს, იმიტომ რომ თან უნდა უსწოროთ, რომ თვალში, აი თვალშიც უნდა გამოხვიდეთ სწორად.
მაინც ქინძის თავი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება რომ გამოიყენოთ ახლა ცოტა ის ქაჩავს ყველაფერი ეს ერთმანეთს და ქინძის თავი უფრო დაგიფიქსირებთ ადგილებს ესე იგი უკნიდან უყურეთ აი აქ მიახლოვეთ ერთ ხაზზე რომ გაყვეთ აი ეს ნაკერი იყოს ერთ ხაზზე მიახლოვეთ მაინც აი ესე შემდეგი აი აქ მომდევნო ხარ გავედი ხო აქ აქედაც შეხედეთ აქ ნახეთ ძალიან წავედი ახლა შორს არ უნდა ესე შორს ესე ის უკვე კერვა არის ესე საჭირო ცოდნა კერვის მისი ხელი გაწაფული რო გქონდეთ შემდეგ აი აქ ოღონდ აქედაც შეხედეთ სად ამოდიხართ და ყოველთვის აკონტროლეთ აი პირველი თვალი იყო ყოველ თვალში უნდა ამოხვიდეთ და მე მეორეში ჩახვიდეთ აი ესე მიახლოვებით რომ გითხრათ ეხლა აი აქედან აქ ჩავედი ესე იგი აქ უნდა ამოვიყვანო აი აქ უნდა ამოვიდეს ამიტომ დავიკავებ ამ თვალს რომ არ ამერიოს აი აქ თუ გადავატრიალებთ აი სადაც აქ და აქ კიდე აი აქ თქვენი შუაში ნახეთ აი შუაში ეხლა რა თქმა უნდა კამერის წინ ძნელი არის ჩემთვის ესე მაგრამ რომ მიახლოვებით თქვენს მიხვდეთ და მეგონი გამოგივა თქვენს ეხლა აი აქ უფრო ადვილია ხედავთ აქ ამოვიდა შემდეგში ჩადიხართ აი აქ უბრალოდ აქ დააფიქსირეთ რომ ძალიან შორს არ წახვიდეთ აი ბოლოს სადაც იყო ნაკერი ხო ხა მე არ გამოვდის ესე კამერის წინ კარგად აი ეს ნახეთ ახლოს იყოს ბოლო ნაკერთან აი ესე როცა ქინძის თავებით გექნებათ დამაგრებული უფრო აი ეს თქვა დაფიქსირებული აქაც დაფიქსირებული უფრო სწორად წახვალთ მაგ შემთხვევაში. კარგით, ახლა მე რო აქ არ ვიწვალოთ, თქვენ ესე გააგრძელეთ და ასე მეგონი პრინციპს მიხვდით ახლა. აი აქ შუაში. ესე გააგრძელეთ თქვენს მიაკერეთ.